არქიმანდრიტი ლაზარე აბაშიძე, სულის ფარულის ნეულებანი. როგორ ვისწავლოთ სათნოებებთან მზაკრულად შეერთებული ვნებებისა და ბოროტ სულთა ხრიკების ამოცნობა. ბევრ წმინდა მამასთან, ვინც გამოცდილებით გაიარა სულიერი ბრძოლის ყველა საფეხური, პოულობს ძალზე მნიშვნელოვან დახვეწილ, შორს მჭვრეტელ შენიშვნებს, რომლებიც ამხელენ ვნებათა ნაირგვარ ნიღბებს, ცფიერებით შეფარულ მათ გზებსა და ხვრელებს, რისი ცოდნის გარეშეც სულიერი ბრძოლაში წარმატების მიღწევა თითქმის შეუძლებელია. ან უნდა გვყავდეს გამოცდილი, ხელმძღვანელი, კარგად ცოდნე მტრის ყველა დახვეწილი სივე რაგისა, ან დამოუკიდებლად შევისწავლოთ წმინდა მამათა ნაშრომები და გავითვალისწინოთ ჩვენი მტრების, ვნებებისა და დემონების ყველა შესაძლო ხრიკი. სხვაგვარად შეუძლებელია მათ დაგებულ მახეებს დავაღწიოთ თავი. მეტად მნიშვნელოვანია სულიერ ცხოვრებაში მივყეთ წმინდა მამებს, მოუკლებელი ყურადღებით შევისწავლოთ ეს მეცნიერება მათი ასკეტური გამოცდილებიდან, რაც აღწერილია სულისათვის სასარგებლო მრავალ ნაწერში. მაგალითად, წმინდა იოანე კიბის აღწერლის წიგნიდან ვიგებთ ძალზე მნიშვნელოვან გარემოებებს სახელდობს შემდეგს: ჩვეულებრივი ეშმაკები გვითხრიან სამ ორმოს. ჯერ ერთი გვებრძვიან, რათა ხელი შეუშალონ ჩვენს კეთილ საქმიანობას. მეორე, თუ პირველი თავდასხმისას დამარცხდებიან, ცდილობენ ღვთის ნებისამებრ არ აღესრულოს საქმე და თუ კი ამ შემთხვევაშიც ვერ აღწევენ წარმატებას, მაშინ ფარულად მიახლებიან ჩვენს სულს და გვაქებენ, როგორც ყოველმხრივ ღვთისსათნოდ ცხოვრებთ. წყაროდან წყლის ამოღებისას ზოგჯერ შეუმჩნევლად გომბეშოსაც ამოვაყოლებთ, ხშირად სათნოებებსაც მათთან ფარულად გადახლართულ ვნებებთან ერთად აღვასრულებთ. მაგალითად, უცხო შეწყნარებას ნაყროვანება, უერთდება, სიყვარულს სიძვა, განსჯას მზაკრობა, სიბრძნეს ცფიერება, სიმშვიდეს ოსტატური თვალთმაქცობა, დახსნილება, მცონარება, შეპასუხება, თვითრჯულობა და ურჩობა, დუბარებას მასწავლებლური ქედმაღლობა, სიხარულს ზვაობა, სასოებას მოდუნება, სიყვარულს კვლავ მოყვასის განკითხვა, დაყუდებას მოწყინება და მცონარება, თავის შეკავებას, ნაღვლიანობის გრძნობა, დაბლა ძრახვას კადნიერება, ხოლო ყველა ამ სათნოებაში შხამივით ერევა ცუდმედიდობა. ცუდმედიდობის ეშმაკი, როცა სათნოებათა სიმრავლეს ხედავს, ხარობს, რადგან ცუდმედიდობისათვის შესავალი კარი შრომათა სიმრავლეა. როცა მარხულობთ, ცუდმედიდობა გვეუფლება, მაგრამ როცა იმის გამო ვიხსნილებ მარხვას, რომ ადამიანებს დაუმალოთ საკუთარი თავშეკავება, კვლავ ვზვაობთ და თავი ძენკაცად მიგვაჩნია. ცუდმედიდობა გვძლევს მაშინაც, როცა ლამაზად შევიმოსებით და მაშინაც, როცა ძონძებს ჩავიცმევთ, საუბარს დავიწყებთ თუ დაუნდუმდებით. ორივე შემთხვევაში ცუდმედიდობა გვეუფლება. ეს ყუროსთავი, როგორც უნდა დააგდო, მისი ეკალი მაინც ზემოთ იქნება აშვერილი. ბილწი ცუდმედიდობა გვასწავლის თავი წარმოვაჩინოთ იმ სათნოებათა აღსრულებლებად, რაც ჩვენში არ ძევს, თანაც გვარწმუნოს, რომ ეს აუცილებელია მოყვასის სასარგებლოდ. რა კი ნათქვამია, იხილნენ საქმენი თქვენი კეთილნი და ადიდებდნენ მამასა თქვენსა ზეცათასა. მათე საყარების მე-5-ეს, მე-16 თავი. ცუდმედიდობა მრისხანე კაცს ხალხის წინაშე ამშვიდებს. იგი ადვილად უერთდება ბუნებით ნიჭს და ამის საშუალებით მრავალგზის დასცემს თავის უბადრუგ მონებს. ამ პარტავნება ხშირად ღმერთსაც მადლობს და ამ მადლიერებაშიც ნახულობს თავის საკვებს, რადგან თავიდან აშკარად არ უარყოფს ღმერთს და ასეთი მადლიერებით ამართლებს თავის მზაუბრობას. თავისი თავის ვერ შემცნობ მრავალ ამპარტავან კაცს გონია, რომ მიაღწია უნებობას და მხოლოდ ამას სოფლიდან გასვლის ჟამს ხვდება თავის სიგლახაკეს. ზოგჯერ ესში მცხოვრებს ვნებები არ აწუხებს, იმიტომ რომ საკმაოდ დაკმაყოფილ და ცოდვითი საქმეების ხედვითა და მოსმენით, ან იმიტომ რომ ეშმაკნი განზრახ განეშორნენ მასთან დატოვეს ამ პარტავნების ეშმაკი, რომელიც წარმატებით წევს ყველას მაგივრობას. მაგრამ არსებობს ყალბის სიმდაბლეც, როცა საკუთარ თავს ცოდვილს უწოდებენ და შესაძლოა ასეც ფიქრობენ, მაგრამ თუ მათ
შეურაცხყოფენ, ცხადი ხდება სხვა რამ. შინაგანად დიდი წარმოდგენა აქვთ საკუთარ თავზე. ეშმაკერები მრავალგზის გარდაისახებიან ნათლის ანგელოზებად, მოწამეებად და წმინდანებად. ძილში მოგვეჩვენებენ თითქოს მათთან მივდივართ, ხოლო გამოღვიძებულებს სიზმრის შთაბეჭდილებების მეშვეობით, სიხარულითა და ზვავაბრიობით აღავსებენ. ფსალმუნთა ხშირად გალობის გამო ძილის დროსაც გვახსენდება ფსალმუნთა სიტყვები, მაგრამ ზოგჯერ მათ ეშმაკები აწვდიან ჩვენს წარმოსახვას, რათა ამ პარტავნება აღგვიძრან იქვე. ეშმაკნი ძილში წინასწარმეტყველებად გვევლინებიან. ამ გაიძვერებს გარემოებათა გათვალისწინებით სამომავლო დასკვნები გამოაგდა ამას ძილში გვიმხელენ, რათა როცა ხილვა ახდება გაოცებულებმა დავიჯეროთ, რომ უკვე წინასწარმეტყველნი გავხდით. ცუდმოდიდობის ეშმაკი ზოგჯერ ერთ ძმას შთაუნერგავს რაღაც გულის სიტყვას, მეორეს კი მათ შესახებ აუწყებს, თანაც უბიძგებს პირველ ძმას გამოუცხადოს მისი გულის ნადები და ამის მეშვეობით აქებს მას როგორც წინასწარმცნობელს. ცუდმოდიდობის ნება ზოგჯერ შთააგონებს კაცს, რომ საკვების მიღებაში თავშეკავებული წარმოჩნდეს, ხოლო ნაყროვანების ნება აიძულებს მის დარღვევას და მათ შორის დავა იმართება ამ საცუდავი კაცის გამო. მონაზონს აბა სოფლიდან განშორების შემდგომ ეშმაკნი ხშირად გულის სიტყვებით არწმუნებენ შენატროდეს მათ, ვინც ერში თანაგზნობითა და მოწყალების გაღების გამოირჩევა, ხოლო მის სამონასტრო მოღვაწეობას წარმოაჩენენ როგორც უბადრუგს. მსგავს სათნოებებს მოკლებულს ასეთი ყალბის სიმდაბლით იზიდავენ მას ერში დასაბრუნებლად. ხანდახან კაცს მოსდის ცდარი, მაცდური აზრი, არ მიატოვოს ერი დარჩეს იქ განსაცდელთა გარემოებაში, მაგრამ არ დაყვეს მათ. იცხოვროს პატიოსნად, რადგან ეს თითქოს სამონაზნო მოღვაწეობას აღემატება და უფრო დიდ სასყიდელს ემსახურებს. არადა მტრის მიზანია განსაცდელთა გარემოცვაში უფრო სწრაფად დაღუპოს კაცი. როდესაც მონაზონი ერთი ან რამოდენიმე წლით განეშორება თავის ნაცნობ ახლობელს და შეიძენს მობიერებას, გრძალულებასა და თავშეკავებას, მაშინ მოსდის მას ამაო გულის სიტყვები, წავიდეს მშობლიურ მხარეში და დამოძღვროს ისინი, რომელთაც ადრე უნახავთ მისი მაცდუნებელი ქცევა, რათა ახლა საკუთარი მაგალითით ასწავლოს და აცხოვნოს ისინი. სინამდვილეში ეს არის ეშმაკის მანქანება. უნდა რომ იგი კვლავ ჩააგდოს ძველ ცოდვაში. ეშმაკები მონაზონს ძილშიც ხშირად აჩვენებენ გატანჯულ და დასნეულებულ ახლობლებს, რათა გულმა გაუწიოს ამა სოფლისკენ, მოაკრიტეს ყურადღება და მიატოვოს დაკვირვებით ცხოვრება. ზოგ მონაზონს ქალაქებში და ხალხში ყოფნისას მობიერების ცრემლი წამოუვა ხოლმე, ამასაც ეშმაკები ქმნიან, რათა აფიქრებინონ მას, რომ აქაც მშვენივრად შეძლებს ლოცვას, არაფერი დაუშავდება, რომ შეუძლია უშიშრად დაუახლოვდეს ერს. დაყუდებულს განსაკუთრებული ძალით ესხმიან თავს სიძვის ეშმაკნი, შთააგონებენ, რომ უდაბნოში ყოფნის სარგებას საერთოდ ვერ იძენს. სამაგიეროდ ისინი ხშირად თავს ანებებენ ერში მყოფ მონაზონს, რათა მან ჩათვალოს, რომ შინაგანი ბრძოლისაგან განთავისუფლდა და ერისკაცებთან დარჩენა ამჯობინოს. მორჩილთა ეშმაკი შთააგონებს დაყუდების უმკაცრესი მარხვის წარუმატებელი გონებით ლოცვას. ცუდმოდიდობისგან სრულიად განთავისუფლების და უვიწყებლად სიკვდილის ხსოვნის მუდამ ტირილს, აღმატებული სიწმინდის სურვილს და უბიძგებს მათ გადაახტნენ ხარისხებს, რომელთა გავლაც მართებთ ეძებონ ნაადრევი სრულყოფილება და ამის გამო თავის დროზე ვერ ეღირსონ მას, ხოლო დაყუდებულთა მოთმინების შესარყევად ეშმაკი მათ წინაშე სანატროლყოფს მორჩილთა უცხოთ მოყვარეობას, მათ მსახურებას, ძმათმოყვარეობას, სნეულთა მოვლასა და ასე შემდეგ. თუ კინოვიაში მცხოვრებთაგან ვინმე განსაცდელში ჩავარდება, ეშმაკები მყისვე გულის სიტყვებით ურჩევენ დაყუდებაში წასვლას. მორჩილებაში მყოფთ ისინი ზოგჯერ ბილწავენ, ხორციელი უწმიდურებით, უქვავებენ, აფორიაქებენ, გახდიან უნაყოფოს, გულცივს, ლოცვაში უდევს, მძინარას, გულდაბნელებულს, რათა ამით შთააგონონ ეშმაკებმა თითქოს მორჩილებით ვერანაირ სარგებელს ვერ იღებს და
პირიქით ზიანდება, რათა ამით განაშორონ თავი მოღვაწეობას, ხოლო მათ, რომლებიც თავიანთ მორჩილების წყალობით აღივსნენ ლმობიერებით, გახდნენ მშვიდნი, თავშეკავებულნი, გულმოდგინენი, მოშურნენი, განთავისუფლდნენ ბრძოლისაგან, ნებებისგან და ამას მიაღწიეს თავიანთი სულიერი მამის ფარველობით. ეშმაკები აწვდიან აზრს, რომ უკვე შეუძლიათ დაყუდება და ამ გზით სრულყოფისა და უვნებობის მიღწევა. ასე გახავთ ისინი ნავთსაყუდელიდან მღელვარე ზღვაში დასანთქმნელად. ეშმაკები ხშირად გვაბრკოლებენ აღვასრულოთ იოლი და სასარგებლო საქმეები, ამასობაში კი გვიბიძგებენ ხელი მოვკიდოთ ურთულეს, მაგრამ საკუთარი თავის შემცნობი არასდროს იქნება გაკიცხული, რადგან არ შეუდგა საქმეს, რაც მის ძალას აღემატება. ბოროტ სულთან მრავალსახოვან და ძნელად ამოსაცნობ უკეთურებას ცოტანი ისიც ნაწილობრივ თუ ხედავენ. მაგალითად, რატომ ხდება, რომ ზოგჯერ შვებისა და სიმაძღრის დროს ფხიზლად ვართ, ხოლო მარხვისა და ჭირთათმენის დროს ძილი გვერევა? რატომ გვიქვავდება გული დაყუდების დროს, ხოლო სხვებთან ყოფნისას ლმობიერება გვეუფლება? რატომ გვეწვევა განსაცდელი ზილში, როცა გვშია და რატომ ამგვარი არაფერი გვემართება მაძღართ? რატომ ვართ შეჭირვებულსა და მარხვის ჟამს პირქუშნი და გულცივნი, ხოლო ღვინის მისას პირიქით სიხარულს გრძნობ და იოლად გვეუფლება ლმობიერება? ლოცვის ჟამს ბოროტის სული ყოველი ღონით ცდილობს უფალთან გასაუბრებას მოგწყვიტოს. ამისთვის ნებისმიერი გარეგნულად კარგი საბაბიც შეგვახსენებს საჭირო საქმეებს, ან მოგვრის ცახ-ცახს, ცხელებას, თავისა და მუცლის ტკივილს. ლოცვის ჟამის დასრულებისთანავე ეს ყოველივე ქრება. სიძვის განსაცდელში მყოფს ეს მგელი ატყუებს მის სულში, აღძრავს გრძნობისმიერ სიხარულს, მოგვრის ცრემლსა და შვებას. მასაც გონია, რომ ეს არის მადლმოსილება და არა უნაყოფობა თუ ხიბლი. ზოგჯერ ფსალმუნთა გალობის დროს მოგვრილი სიტყვების მიზეზი არის არა სულიწმინდის სიტყვები, არამედ სიძვის ეშმაკი. ზოგნი მთელი გულით ლოცულობენ სიყვარულით ადამიანებისთვის და გონიათ, რომ მოხსენების მოვალეობასა და სიყვარულის კანონს აღასრულებენ. მაგრამ ამის აღმძრავი კვლავ სიძვის ეშმაკია. ხორციელი სიყვარულისკენ მიდრეკილნი ხშირად არიან თანმგზნობნი და მოწყალენი, ცრემმრავალნი, ალერსიანი, მაგრამ სიწმინდისათვის ზრუნველი მათგან სრულიად განსხვავდებიან. ზოგჯერ ეს ეშმაკნი განეშორებიან სულს, რათა უზრუნველობას შეაჩვიონ, შემდგომ კი მოულოდნელად თავს დაესხმიან. ძარცვავენ და ასე ძლიერ აჩვევენ მანკიერებებს, რომ შემდგომ ეს საცუდავი უკვე საკუთარ თავს უწყობს, ხრიკებს და ებრძვის. ეშმაკი მთელი თავისი ძალისხმევისა და მონდომებას ხშირად მიმართავს იქითკენ, რომ მონაზვნებს ებრძოდნენ ბუნების საწინააღმდეგო ვნებები. ამიტომ ზოგი მათგანი დედაკაცთა საზოგადოებაში ყოფნისას, თუ კი მას არ ებრძვის ავხორცული გულის სიტყვები საკუთარ თავს შეხნატრის და ამას ვერ ხვდება, რომ სადაც არსებობს უდიდესი დაცემის საფრთხე, იქ მცირე საჭირო აღარ არის. კიდევ ხდება, რომ ხორციელი ტკბობის მოყვარეობის ეშმაკი ძალზე ხშირად საერთოდ არ აჩენს თავს, მონაზონს მოგვრის უდიდეს გრძალულებას აღმოუცენებს ცრემლთა წყაროს, მაშინ როცა ეს დედაკაცთა შორის ზის ან ესაუბრება მათ. ამ დროს ეშმაკი აკეზებს მონაზონს, ასწავლობს მსმენელთ რა არის სიკვდილის ხსოვნა, უკანასკნელი, სამსჯავრო, უბიწოების დაცვა, რათა ისინი დაუახლოვდნენ მას, ვითარცა მწყემს, მაგრამ როგორც კი გაუშინაურდება მათ, აღინთება ვნებით, რასაც სასტიკი დაცემა მოსდევს. ზოგჯერ, როცა მონაზონი დედებთან ერთად ინაწილებს ტრაპეზს ან მათ საზოგადოებაში იმყოფება, მას საერთოდ არ უჩნდება რაიმე ბოროტის რახვა, მაგრამ მას შემდგომ, რაც საკუთარ თავში დარწმუნდება, იგი დაიწყებს ოცნებას, რომ უკვე შეიძინა ჭყალებში მშვიდობა, სიმტკიცე. ეშმაკის ტყვეობაში ექცევა და თავის სენაკში დაბრუნებული მოულოდნელად ცოდვაში ვარდება. ხდება ასეც, როდესაც მოძღვარნი ვართ, ეშმაკები აღვიძრავენ ლმობიერებას, ხოლო როცა მარხულობთ, გულქვას ხვდიან, თანაც მწარედ დაგვცინიან, რათა ცრუ ცრემლით მოვიხიბლოთ და ტკბობას მივეცეთ.
მარხვის სათნოების დაფარვის საბაბით ეშმაკები გვაიძულებენ უზომოდ, ვჭამოდ და ვსვათ, როცა უცხო ხალხი გვესტუმრება. როდესაც ეშმაკნი დაინახავენ, რომ სიცილის გამომწვევის სიტყვების გაგებისთანავე ვაპირებთ მავნე მთხრობელს სწრაფად გავეცალოთ, მყის ჩაგვინერგავს ყალბი თავმდაბლობის აზრებს. ნუ აწყენინებ მას, ანუ ნუ წარმოაჩენ თავს სხვებზე უფრო ღვთისმოყვარედ, მაგრამ მათ არ უნდა დაუჯეროთ და სწრაფად გავერიდოთ აქაურობას. სანამ დავეცემით, ეშმაკები ღმერთს კაცთმოყვარედ წარმოგვიჩენენ, დაცემის შემდგომ კი სასტიკ მსაჯულად. გულის წყრომისას ზოგჯერ ბოროტის სულები მალე გვანებებენ თავს და ამას იმისთვის იქმნან, რომ ეს მავნევნება არად ჩავაგდოთ, როგორც მავანი ამბობენ, მართალია ფიცხი ვარ, მაგრამ მალევე მშვიდდები. ასე კი ეს ვნება შეიძლება განუკურნებელ ზნეულებად გვექცეს. ასევე ბევრ მრისხანე კაცს ეშმაკის სინანულისა და გლოვის საბაბით ჩააგონებს და ძალასაც აძლევს. გულმოდგინეთ იმოღვაწეოს მღვიძარებაში, მარხვასა და დაყუდებაში, რადგან ეს ყოველივე მრისხანე კაცში ამავე ვნებას ასაზდოებს. ვერცხლის მოყვარება ხშირად იწყება ხატაკთათვის მოწყალების გაცემის საბაბით, ხოლო მთავრდება მათ მიმართ სიძულვილით. ბოროტ სულთა შორის არიან ისეთებიც, რომლებიც ჩვენი სულიერი ცხოვრების დასაწყისში განგვიმარტავენ საღვთო წერილს. ისინი ასე ჩვეულებრივ იქცევიან ამ პარტავანს და უფრო მეტად საერო მეცნიერებაში განსწავლულთ, რათა აცდუნონ ისინი და ნელ-ნელა ჩააგდონ მწვალებლობასა და ღვთისმგბობაში. ჩვენ შეგვიძლია ამ ეშმაკისეული ღვთისმეტყველების ან უმჯობესია ითქვას ღვთისმბრძოლობის ამოცნობა იმ აფორიაქებული, გაუწონასწორებელი და უწესო სიხარულით, რაც სულს ეუფლება ამგვარი განმარტების დროს. დემონთა ხრიკების ასეთ და მრავალ მსგავს მხილებას ხშირად ვხედავთ ეკლესიის წმინდა მამათა ნაწერებში. აი რატომ არის ასე მნიშვნელოვანი მათი ასკეტური მეცნიერების შესწავლა და ცოდნა, რა თქმა უნდა, ჩვენს ცხოვრებაში მისი პირდაპირი პრაქტიკული გამოყენებისთვის. მაშასედამე, რაოდენ ღრმად ცდებიან ისინი, რომლებიც მიიჩნევენ, რომ მამათა შესწავლა, მათი ხელმძღვანელობით ცხოვრება უკვე აღარ ესადაგება ჩვენს დროს, მაგრამ ამ ცოდნის გარეშე ჩვენ უღრან ტყეში, წინამძღოლის გარეშე დარჩენილი ბრმაზე უმწევნი ვიქნებით. ამ სწავლების სწორად გამოყენება არც ისე იოლია. კვლავ და კვლავ აუცილებელია დიდი სიფრთხილე და განსჯა. წმინდა მამები თავიანთ შევადარებებში ხშირად თითქოს ეწინააღმდეგებიან ურთიერთობას, ამბობენ და გვასწავლიან სხვადასხვა საპირისპიროსაც კი, მაგრამ ეს ასე არ არის. თითოეული კაცისთვის გზის განსაზღვრა და მითითება საერთო რჩევებით შეუძლებელია. ყოველი კაცის სულიერი ცხოვრების გზა ძალზე ინდივიდუალურია, ამიტომაც წმინდა მამები გვისახავენ მარტოოდენ მიმართულებებს და უსაფრთხო გარემოს საზღვრებს. მიგვითითებენ მოსალოდნელ უფსკულებსა და ნაპრალებზე, ზოგჯერ ხმამაღალი მოწოდებებით. ვიაროთ ამა თუ იმ მიმართულებით. ისინი თითქოს გვიქმნიან უსაფრთხო დერეფანს, გვიცავენ როგორც ერთი, ისე მეორე უკიდურესობისაგან. ხოლო თავად გზის მასზე სვლის საშუალებათა არჩევა თითოეული მგზავრის საქმეა და დამოკიდებულია მის თავისებურებებსა და შესაძლებლობებზე. ჩვენ კი მამათა ამ გამოცდილების გარეშე უეჭველად აგვებნება გზა. არავინ არის ისე საშიში ჩვენთვის, როგორც თავად ჩვენ.